და ბოლო ინფორმაცია ამ დროისთვის ბონდიანას 50 წლის იუბილეს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმიც ეხმაურება. ხელოვნების სასახლეში ჯეიმს ბონდის უნიკალური გამოფენა დღეს გაიხსნა. გამოფენის პირველი სტუმრები ჟურნალისტები იყვნენ. მუზეუმის 6 დარბაზში ბონდის ფოტოები, საყვარელი იარაღი, სათვალე და სხვა ნივთები გამოიფინა. გამოფენაზე მესვე სტუმრებს ბონდის საყვარელი სასმელით მარტინი ტრაუმას მისდევენ დამთვალიერებლებმა ბონდის შესახებ ისეთი დეტალები შეიტყო, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გამოფენა კომპანია ბილაინისა და კულას მხარდაჭერით გაიმართა. ექსპოზიციის დათვალიერების საშუალება მსურველებს 2 თვის განმავლობაში შეეძლებათ. გამომდინარე, რომ ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სწორედ კინოხელოვნება, ჩვენ ამ მოვლენების მიღმა ვერ დავრჩებოდით. ჩვენ ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს ოსკარის კინოაკადემიის მარგარეტ ჰერიკის ბიბლიოთეკასთან. მივიღეთ აი ეს უნიკალური ფოტო მასალა და ამასთანავე ჩვენს მეგობრებთან ერთად გადავწყვეტეთ, რომ რაღაცნაირად ორიგინალურად გვეჩვენებინა ამას ჯეიმს ბონდი იმსახურებს. გარდა იმისა, რომ ბილაინი ძალიან დინამიური ბრენდია, ისევე როგორც ჯეიმს ბონდი და ბევრ მოულოდნელობას პირდება თავის მომხმარებელს. ჩვენ დიდი ხანია ჩვენ საბუნეტებს შევთავაზეთ ტარიფი 007, რომელსაც ბევრი მიმდევარი გამოიჩნდა. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ ყველა ის აქტივობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჯეიმს ბონდის საიუბილეო ფილმთან, ჩვენთან ერთად განხორციელებული იყო. რადგანაც მარტინი არის ჯეიმს ბონდის საყვარელი სასმელი, გადავწყვეტეთ, რომ დღეს მოსასტუმრებს აღონიციებასთან დაკავშირებით გავმასპინძლობდით მარტინით. კომპანია კულამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ შოუს ორგანიზებაში. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ჯეიმს ბონდის იარაღების შესახებ და ასევე წარმოვადგინეთ პროტოტიპები იარაღების. ბევრმა არზის, რომ ჯეიმს ბონდი ხმარობს ვალტერის ტიპის იარაღს ძირითადად, ხოლო 1983 წელს იხმარა ერთხელ კოლტის იარაღი და შიგადაში განაცვლებს ხოლმე ბრაუნინგის იარაღით.